მოგესალმებით, BMG საინფორმაციო სამსახური იწყებს პირდაპირ ეთერში მუშაობას ბიზნესსა და ეკონომიკურ ამბებს მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. სახელმწიფო კომპანიებში საკადრო ცვლილებები გრძელდება. ამჯერად საქართველოს რკინიგზას ჰყავს ახალი ხელმძღვანელი. დავით ფერაძე, რომელიც საქართველოს რკინიგზას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა, ამ პოსტზე ლაშა აბაშიძემ შეცვალა. ლაშა აბაშიძე დავით ნარმანიას თბილისის მერობის პერიოდში მისი მოადგილე იყო, ასევე გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. სები განმარტავს, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია, რის გამოც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება. სები კვლავ განიხილავს რამდენიმე ინფლაციურ სცენარს, მათ შორის ცენტრალური სცენარით 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალო ვადიან პერიოდში 3%-ის გარშემო დასტაბილურდება. ცენტრალურ სცენარში წინა სცენართან შედარებით ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 5%-დან 6.7%-მდე გადაიხედა. გრძელვადიან პერიოდში კი სები აცხადებს, რომ მოსალოდნელია მისი პოტენციური დონის 5%-ის ფარგლებში დასტაბილურება. გლობალურად არსებული ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე ინფლაციაზე როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით მოქმედი რისკები გამოიკვეთა. ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში მიმდინარე გლობალური მოვლენები ეკონომიკური ფრაგმენტაციის ნიშნებს გამოკვეთს, რაც სტაგფლაციურ რისკებს აძლიერებს და საქართველოში იმპორტირებული ინფლაციის ზრდის რისკებს წარმოშობს. მეორე მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა, დოლარის გლობალური ინდექსის შესუსტებას ლარის დოლართან მიმართებით პოზიციების გაუმჯობესება მოჰყვა. ეს კი დოლარში დენომინირებული სესხების მსახურების ტვირთს ამცირებს და შესაბამისად ამ არხით ინფლაციურ წნეხს ამსუბუქებს. პარალელურად გლობალური მოთხოვნის შემცირებისა და ნავთობის მიწოდების ზრდის მოლოდინების ფონზე საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასები კლებულობს. აღნიშნულს ლარის დოლართან მყარი პოზიციის შენარჩუნებასთან ერთად დისინფლაციური ეფექტი აქვს. საქართველოში ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად კოძლიერია ეკონომიკური აქტივობა. ეროვნული ბანკის ცენტრალური სცენარის მიხედვით წინა სცენართან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2025 წელს 5-დან 6.7%-მდე გადაიხედა. გრძელვადიან პერიოდში კი მოსალოდნელია მისი პოტენციური დონის 5%-ის ფარგლებში დასტაბილურება. რაზე ამახვილებს ყურადღებას ცენტრალური ბანკი გავრცელებულ პრეს-რელიზში დეტალებს თუმცა შუბაშვილის შემდეგ გამოშვებებში წარმოგვიდგეს. 2024 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1.15 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც 2023 წელს დაფიქსირებულ 682 მილიონ ლართან შედარებით 78%-ით მეტია. სებმა 2024 წელს ცენტრალურ ბიუჯეტში საკუთარი მოგებიდან 302.8 მილიონი ლარი გადარიცხა. პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის მიხედვით გასულ წელს სების წმინდა მოგების და დაკავშირებულია უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციებიდან მიღებულ მოგებასთან, რამაც 2024 წელს 457 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის 2023 წელს ეს თანხა 60 მილიონი ლარის ტოლი იყო. ამ თანხაში მნიშვნელოვანი წვლილი მოდის საერთაშორისო რეზერვებში ოქროს დამატებით მიღებულ სარგებელზე. როგორც ცნობილია, 2024 წლის მარტში სებმა 500 მილიონი დოლარის მონეტარული ოქრო იყიდა, რომლის ღირებულებაც 2024 წლის დეკემბერში უკვე 599 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს თანხა კი სწორედ ამ ოპერაციის მოგებაში აისახა. ასევე გაზრდილია სების სხვა შემოსავლის წყაროები, მათ შორის ბანკებზე გაცემული რეფინანსირების სესხებიდან მიღებული სარგებელი, რამაც 509 მილიონი ლარი შეადგინა. სანაცვლოდ კი 40 მილიონი ლარით შემცირდა ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, რამაც 429 მილიონი ლარი შეადგინა. სების მთლიანი საპროცენტო ხარჯები კი 13 მილიონიანი კლებით ფიქსირდება. ჯო ვილსონის სიაში, ვინც მეგობარი აქტით უნდა დასანქცირდეს 5 ბიზნესმენი მოხვდა. სიამერიკელმა კონგრესმენმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. დასანქცირებულთა სიაში მოხვდა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ივანე ჩხარტიშვილი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე და ნოშრევან ნამორაძე. ამასთან ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე იმ პირთა შორისაა, ვინც კონგრესმენის აზრით როგორც პროპაგანდისტი ისე უნდა დასანქცირდეს. მასთან ერთად მოიაზრებიან თინათინ ბერძენიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე,
კახა ბექაური და ლაშა ნაცვლიშვილი. მეგობარი აქტი წარმომადგენელთა პალატამ მიიღო და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიის ყველა ხელშემწყობი პირი ამის შესახებ უნდა იყოს გაფრთხილებული. მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგების წინაშე დადგებით წერს უილსონი. აღსანიშნავია, რომ მეგობარი აქტი ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო, ახლა შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად შემდეგი ორი ეტაპი კანონპროექტის სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერა. ქართულ ოცნებაში აქტის მიღება მტრულ დამოკიდებულებად შეფასდა. რას ნიშნავს მართველი პარტიისთვის მეგობარი აქტი? თემაზე 15 საათზე და 30 წუთზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. კორნელი კაკაჩია, პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, უპასუხებს ჩვენს კითხვებს. მარტში მშენებლობა წლიურად 6.3%-ით გაძვირდა, წინა თვესთან შედარებით კი ზრდა 2.2%-ია. მათ შორის საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაზრდილია 3.1%-ით, ხოლო წლიურად ზრდა 9.2%-ია. არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.6%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.5%-ით გაიზარდა. საქსტატის მიხედვით მარტში თვიურ ჭრილში ინდექსის ზრდა ძირითადად განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასის 11.7%-იანი ზრდით, რამაც 2.2%-იანი პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. რაც შეეხება ინდექსის წლიურ ზრდას, საქსტატის ინფორმაციით ეს უმეტესწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასის 22%-ით ზრდით და სამშენებლო მასალების 2.7%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად 4.25% და 1.74% პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი ჯამში 23.5%-ით არის გაზრდილი. ამ ეტაპზე ADB არ არის ჩართული ანაკლიის სპორტის პროექტში. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა იუჯინ ჟუკოვმა BMG-ს უპასუხა ADB-ს 58 ყოველწლიურ შეხვედრაზე მილანში. რა თქმა უნდა, საქართველოში გაქვთ სიმძლავრეები ბათუმის და ფოთის სახით, მაგრამ თუ სავაჭრო ურთიერთობები შუა კორიდორის გასწვრივ გააქტიურდება, მაშინ საქართველოს ნამდვილად დასჭირდება ახალი პორტი. ამ ეტაპზე ADB არ არის ჩართული ანაკლიის სპორტის პროექტში, უთხრა ჟუკოვმა BMG-ს. ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იმ პროექტებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ შუა კორიდორის კონტექსტში. მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და ახალი პროექტი ბათუმის სარფის მონაკვეთი, რომელიც გზას თურქეთის საზღვრამდე აგრძელებს. როგორც ჟუკოვი BMG-სთან განმარტავს, აზიის განვითარების ბანკი ამ პროექტის დაწყებას წელს აპირებს, პროექტი ხიდისა და გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. სოხუმიდან ფრენას კიდევ ერთი სანქცირებული რუსული ავიაკომპანია იწყებს. იკარი რეისებს ოკუპირებულ აფხაზეთში ნიჟნი-ნოვგოროდიდან შეასრულებს. სოხუმის აეროპორტიდან პირველი რეისი 1 მაისს რუსულმა სანქცირებულმა ავიაკომპანია UVT Aerom უკვე შეასრულა. UVT Aeros მსგავსად იკარიც სანქცირებულია და ევროკავშირის Air-Safety ლისტშია. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ხვდებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით საერთაშორისო საჰაერო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არიან და ევროკავშირის ტერიტორიაზე ოპერირება ეზღუდებათ, მათ ასევე ჩაკეტილი აქვთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეც. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ იკაოს უკვე მიმართა, სადაც მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია საქართველოს უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ. თუმცა ქართული ოცნების მთავრობა არ ამბობს, განიხილავს თუ არა საპასუხო ზომებს იმ რუსული ავიაკომპანიების მიმართ, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ. ყალბიფულის გასაღებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2 პირი დააკავა. უწყების ცნობით მათ 1899 ცალი ყალბი $100-იანი კუპიურა გაასაღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შიდა ქართლის რეგიონში გაასაღეს საერთო ჯამში $188,900 ოდენობის 1899 ყალბი $100-იანი კუპიურა. საგამოძიებო სამსახურის პრეს-რელიზში წერია, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული. აღსანიშნავია, რომ ყალბიფულის არსებობის ფაქტები საქართველოში აქტუალურია. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2024 წელს შემოწმებულ საეჭვო ბანკნოტებსა და მონეტებს შორის 60% ყალბი იყო. გასულ წელს 11,014, როგორც ქართული, ასევე უცხოური საეჭვო ბანკნოტი და მონეტა შემოწმდა.
ასეთი იყო საქმის კურსის საინფორმაციო გამოშვება ამ დროისთვის. განახლებული ინფორმაციით ზუსტად 1 საათში ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.